შეაფასოთ თავად არჩევნები, მისი მიმდინარეობა რამდენად სამართლიანი იყო გარემო, რომელშიც ჩატარდა ეს არჩევნები და იგივე თქვენი ოპონენტების ბრალდებას, რომ თავარი ოპოზიციური ძალის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, როდესაც იქნა დაპატიმრებული არჩევნებიდან ერთი კვირით ადრე, ეს რამდენად აისახება ზოგადად საარჩევნო გარემოს სამართლიანობაზე. შტაბის ხელმძღვანელის დაპატიმრებას ვერ დავაბრალებთ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარცხებას. ერთ-ერთი დაპატიმრება არ იქნებოდა, არ მოხდებოდა, რომ არა რეალური წინაპირობები ამისათვის, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რაზეც ბევრჯერ გვილაპარაკია, მათ შორის ამ სტუდიაში, მათ შორის არა მარტო მე, ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომელიც ეხება ისეთ დანაშაულებებს, ისეთ სახის დანაშაულებებს, რომლის გულისთვისაც არ იქნებოდა არც თუ საფუძვლოა, რომ გიგი უგულავას მართლაც მოენდომებინა საქართველოს დატოვება და ამასთანავე ცოდნოდა ისიც, რომ აუცილებლად გააკავებენ. გარდა ამისა, რაღაც დეტალია ალბათ, მაგრამ საყურადღებოა, რომ თვითონ გიგი უგულავას რიტორიკაც გამოსვლებიც, მისი საქციელი, ელემენტარული ყოველდღიური საქციელი, რადიკალურად უპირისპირდებოდა იმ ხედვებს, იმ პოლიტიკას, რის გატარებასაც ნიკანდრო მელია ცდილობდა. რაღაც ნეიტრალური, ხალხის მიერ რჩეული, პარტიაზე არადამოკიდებული და ესეთი საქმის მცოდნე ახალგაზრდა თბილისის მოყვარული ადამიანი, რისი განსხვავებულ პროტოტიპს უქმნიდა, პროტოტიპს წარმოადგენდა გიგი უგულავა. ასე რომ რაღაცა შტაბის ხელმძღვანელის თემის წამოწევა ამ შემთხვევაში და ხელი შეუშალა თქვათ იმის წინასაარჩევნო პოლიტიკას, სტრატეგიას, ამას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები და ნორმალური ანალიზის საფუძველზე ყველა შეუძლია დაასრულოს. ესე არ იყო ნამდვილად. გიგი უგულავა არის ცალკე პიროვნება, რომელსაც გააჩნია თავისი ცალკეული ხედვები და თავის გარკვეული სიმძიმე დანაშაულებების, რომელიც ამ პირადი სურვილითაც არ ჩაუდენია, თქვათ იყო იმ გუნდის მონაწილე, რომელშიც ესეთი სახის დანაშაულებები ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი იყო, ასე რომ ეს კიდე დილას გამოაცხადეს, რომ ბრალი დაუნწილდა. მე პირადად არავითარ კმაყოფილებას იმით არ განვიცდი, რომ ახალგაზრდა ადამიანი, ოჯახის პატრონი შეიძლება ციხეში მოხვდეს, ან რაღაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. მაგრამ არის მეორე მხარეც, რომელიც ესეთ პრინციპით ყალიბდება, რომ როდესაც შენ გამნაშავის მიმართ ლოიალობას იჩენ და ჩაგრულების მიმართ ეს ხალატია. ასე რომ ცივია ამ შემთხვევაში ადამიანების ბედი, რომლებიც საყენებულია მძიმე ბრალდებები, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმეა მათი ბედი, ვინც მათ გამო არის ჩავარდნილი მძიმე მდგომარეობაში. დღეს ცნობილი გახდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეების ვინაობა. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება პირველ რიგში ალი ბეგაშვილთან დაკავშირებით, რა ნიშნით მოხდა მისი შერჩევა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ჩვენ გვახსოვს იგივე წინა საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე გახდათ უფრო ეცნიერი მუშაკი დაუშვათ, ასე ვთქვათ, გეზა არსამადაშვილი, ხომ არ აგრძელებს იგივე ტრადიციას ახალი საკრებულოს და ხომ არ იქნება ეს უფრო ფორმალური თავმჯდომარე, ვიდრე რეალური ფუნქციებით აღჭურვილი. არ არის ალი ბეგაშვილის პიროვნება, რომელიც შეიძლება ფორმალურ თავმჯდომარედ აიგულო და ფუნქციები ჩამოართვა, მართო ქალაქის საკრებულო, ისე რომ ალი ბეგაშვილი არ იყო საქმის კურსში, რაც ხდებოდა ხოლმე საქმის თანხმობით. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სამადაშვილი ცუდ კომპანიაში იყო ჩათრეული, თორე თვითონ არ მგონია დიდი სურვილი ქონოდა, რომ ემართა ის სისტემა, ის სტრუქტურა, რომელიც ესოდენ დაკავშირებული იყო, თუნდაც იმ თუნდაც იმ ფაქტებთან, დანაშაულებრივ ფაქტებთან, რომელზეც ეხლა საუბარი. ასე რომ
ალიბეგაშვილს შევაფასოთ მას მერე, რაც ცოტა დრო მაინც გაივლის საკრებულო საქმიანობის დაწყებიდან. საერთოდ საკრებულოებთან დაკავშირებით, არ ვიცი, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ვიტყვი ორ სიტყვად, ალბათ არის თემები, რომელიც შეიძლება თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ მე მინდა ჩემი მხრივ აღვნიშნო, რომ მთლიანად საქართველოში ყველა რაიონში პირველ არჩევნებზე და შემდეგ განმეორებით პირველ არჩევნებზე პირველი ტურის არჩევნებზე სამეგრელოში ვიყავი, უფრო იქ ვნახე სიტუაცია ადგილზე და განმეორებით არჩევნებზე მეორე ტურებზე შიდა ქართლში. ერთი რამეს მინდა ხაზი გაუსვა ჩემი შეხედულებით და ბევრი ამას იზიარებს, ვისაც ვესაუბრებ ყოველ შემთხვევაში, რომ ის დაძაბულობა, რაც ზედა ეშელონებში არის, თქვათ ოპოზიციურ პარტიებს შორის და განსაკუთრებით ქართულ ოცნებასთან ნაციონალურ მოძრაობის ზედა ეშელონებში წარმომადგენელთა, კონკრეტულ პირთა შორის, პარტიებს შორის პრინციპები, მიდგომები, საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით ეს ერთი საკითხია, მაგრამ გარდა ამისა თქვენ შეამჩნევთ და დასამალიც არის, რომ არის ადამიანთა შორის, პიროვნებათა შორის ესეთი დაპირისპირება, რომელიც ძალიან შორს არის იმისაგან, რომ რაღაც თუნდაც დაპირისპირებული შეხედულებების პირობებში ადამიანებმა კოლეგიალურად მეგობრულად ვერ ვიტყოდი, კოლეგიალურად ერთმანეთთან იმუშავონ და ურთიერთობა ქონდეთ. ეს არის შედაშენებში პარლამენტშიც იგრძნობა და ვფიქრობ, რომ დაბლა უკვე საზოგადოებაში ეს დაძაბულობა ნაკლებად ჩანს. ეს კარგი ტენდენცია, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს შეიძლება არჩევნების დროს უპირისპირდებიან სხვადასხვა კანდიდატებს აძლევენ, ჩემიან მეზობლებად, მეგობრებად, ნათესავებად და აგრძელებენ ცხოვრებას და ჩვენს არჩეულ გამგებლებსაც და მერებსაც 1-1000 მოეთხოვებათ იყვნენ ყველას გამგებლები და მერები, ყველას მოემსახურონ ერთნაირად, არავინ არ გამოყონ მათი ხარდამჭერებიც და მათი მოწინააღმდეგე ადამიანებიც უნდა იყვნენ ერთნაირად აბსოლუტურად შეფასებული და მომსახურებულნი იმ სტრუქტურების და იმ პიროვნებების მიერ, რომლებიც ეხლა ხან საერთოდ და უდიდესი ნდობა გამოუცხადეს. ბატონია, თქვენ თქვით, რომ შიდა ქართლში იყავით და იქ აკვირდებოდით საარჩევნო პროცესს. ჩვენ ნახეთ ირაკლი ოქროაშვილის განცხადება, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა, თუმცა მან თქვა, რომ ეს მოხდა იმის სანაცვლოდ, რომ მართველი გუნდი 50 ლარს იხდიდა ერთ ხმაში. რეალურად, ანუ ქონდა თუ არა ასეთ ფაქტებში შიდა ქართლში? ადგილი ხო და რა სიტყოდით აი ამ ბრალდება? ვფიქრობ, რომ ეს არის ხეპრული განცხადება, რომელიც უწოდინარობასთან ერთად ცოტა ზედმეტ თავდაჯერებულ უზრდელობაში გადადის. გამორიცხულია ადამიანები 50 ლარი, ეს ის პერიოდი აგონდება ალბათ, როდესაც თვითონ იყო მართულ სტრუქტურებში და ხან თბილისის ტომრით და ხან 50 თუ 20 ლარით და ხან ალონით სამგზავრო ტალონით ცდილობდნენ მოსახლეობის მოსყიდვას. როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდება პარლამენტში, რა არის აი ტექსტში თვითონ ყველაზე რთული შესაძლებელი და რა ვალდებულებებს მოიცავს? ეცეთ რა რთული შესაძლებელი არაფერი არ არის. არის დეტალებში თუ ჩავიხედავთ, ამ უკეთესი იქნება თუ კი შეკითხვის დროს რაღაც კონკრეტულ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღება. სტანდარტია, დონეა ასაწევი, რაც საქართველოს საზოგადოების სტანდარტი ყოველდღიური ცხოვრების თუნდაც. ყველაზე რთული შესაძლებელი არ ვიცი, ხა არის ბევრი ნიუანსები, ისეთი რომელიც ალბათ ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფრო თვითონ უნდა აწყობდნენ ბრიფინგებს და საზოგადოებას განმარტებებს უნდა აძლევდნენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. სტანდარტი ხარისხი პროდუქციის მომსახურების რასაკვირველია
თხოვლობს გაცილებით მაღალ დონეზე აწევას. მე ჩემი მხრიდან ვიტყოდი, რომ ალბათ თვითონ საზოგადოებაც უნდა ცნობიერებაში უნდა ყარად დამკვიდრდეს ყველა ცნობიერებაში ის, რომ საზოგადოება არა იმისთვის, რომ ევროპაში ერთიანდება და ევროპელს დაანახოს მისი ევროპულობა. თვითყოფადობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საყურადღებოა, მაგრამ არავის არ უნდა ვაფიქრებინოთ, რომ საქართველოს კულტურას და თვითყოფადობას დაძლევს თუნდაც სელოფანის პარკების გადაყრა ავტომობილებიდან და მთელი საქართველოს საგზაო ტრასაზე მიმოვალ ადამიანს თვალშისაცემია, ადამიანისთვის თვალშისაცემია უშუალებელი ნაგავი, რომელიც ჩვენ გზების მდებარე ტერიტორიებზე ყრია და თუნდაც ტყეებში. ეს არის საქართველოს მაგალითად იმიტომ მოვიტანე, რომ მინდოდა იმის თქმა, რომ არაევროპულობა განაპირობებს კულტურას, რომელიც საქართველოსთვის აუცილებელია, რომ იყოს გარკვეული სტანდარტის შესაბამისობაში. არამედ თავად საქართველოს თვითყოფადობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც გვავალებს, რომ ვიყოთ მაღალ დონეზე, ისეთივე დონეზე, როგორც თუნდაც წამყვანი ევროპულ ქვეყნებში ყველა ჩვენთაგან ვინახია, თუ როგორ იქცევა საზოგადოება, როგორ ერთმანეთის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს და ყოველდღიური ცხოვრებაც გვაჩვენებს იმას, რომ ის სტანდარტი, რომელიც ევროპაშია დამკვიდრებული, ცოტა არ იყოს და უსწრებს იმ სტანდარტს, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული, თუნდაც არჩევნების პერიოდში. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ ნელ-ნელა ეს დაძაბულობა, რომელიც სადა პოლიტიკურ ეშელონებშია, საზოგადოებაში იმდენად აღარ იგრძნობა და ადამიანები ცივილურ ურთიერთობას ამჯობინებენ, ვიდრე ვთქვათ მუშტი კრივს და ფიზიკურ დაპირისპირებას. რასაც ადრე ქონდა ადგილი ქვების სროლიდან დაწყებული, ამთავრებული ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფას. ბატონ გია, ნარმენია უკვე შეუდგება ოფიციალურად მერის პოსტზე საქმიანობას და მინდა კითხოთ, რა ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს თბილისის მერიაში, იგივე თანამშრომლებთან მიმართებაში, თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია და როგორი მერი იქნება, რას გააკეთებს პირველი, რა გაქვთ სტრატეგია და უშუალოდ ეს თანამშრომლებთან დაკავშირებით რო გითხრათ, ვინაიდან ბოლო დღეებში ეს საკმაოდ აქტუალური თემაა. აქტუალური თემაა, ვფიქრობ, თავად ნარმენიამაც საკმაო განმარტებები გააკეთა ამასთან დაკავშირებით, არის თანამდებობები, რომელიც ავტომატურად თავისუფლდება, თუ არ ვთქვი მოადგილეები და გამგებლები, სამსახურის ხელმძღვანელები, ისევე როგორც თანამშრომლები, ატესტაციას გაევლიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არანაირი გამოხშირვა პარტიული ნიშნის მიხედვით მოსალოდნელი არ არის. ეს რაც ვიცი, თავარი ფაქტორი შეფასება იქნება პროფესიონალიზმი, საქმიანობა, გზა. არა, მე ჩემთვის ცნობილი არ. იქნება უახლოეს დღეებში, მე ზუსტად არ ეხსოვებით. სპარტალი გითხრათ ან დაპირებშიც, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარდა, ორი საბჭოს ორი სტომაზე არც მიმიღია, მონაწილეობა არ მქონდა დრო, რომ ჩართულიყავი დეტალურ განხილვაში საკითხების. თუმცა ზუსტად დანამდვილებით ვიცი, რომ უახლოეს დღეებში საკითხი იქნება მორატორიუმით, ალბათ და გვაინტერესებს როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი, იგივე სამართლიანობის აღდგენის პროცესი, იქნება თუ არა საზოგადოების ინტერესები ამ საკითხის განსაკუთრებით, იქნება თუ არა დაჭერები და ვინ იქნება შემდეგი გიგულავში. ნუ ახლა ზოგადი პასუხი შემიძლია მოგცემთ, საერთოდ პოლიტიკოსებს ნელ-ნელა ალბათ ის თვისებაც უნდა საზოგადოებამ აღარ უნდა მოითხოვოს, რომ შესაბამისად ყებიან პოლიტიკოსებისაგან განმარტებები
კონკრეტულ საქმეებთან, დაკავებებთან, დაჭერებთან თუ გასამართლებებთან დაკავშირებით. ეს არის შესაბამისი ორგანოების კომპეტენცია. აქედან გამომდინარე პოლიტიკოსებმა შეიძლება ზოგადად შეაფასონ ვითარება ან ტენდენცია ან დამოკიდებულება საკითხებისადმი, მაგრამ თემებზე სასაუბროდ არც უნდა იყვნენ ასეთ მზად. იმიტომ რომ ესეთი იყო ეს რაღაც ძველი ბევრი რამე უნდა დავივიწყოთ, ესე მგონია. მე მახსოვს რომ პერიოდი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, პარლამენტარები გამოდიოდნენ და დეტალებზე საუბრობდნენ, თუნდაც კონკრეტული კრიმინალური დანაშაულის ან კონკრეტული სასამართლო საქმის. ეს რაღაცა მოდაში იყო, მე არ ვაბრალებ ამას. კონკრეტული ადამიანების სურვილს რომ თავი წარმოეჩინათ, მაგრამ ზოგადად რო შევაფასოთ, არ ვიცი რა არის, ეს მორატორიუმი გაჩერდა, დაჭერები იწყება, ეს ძალიან უხეში და ესეთი ცალკრივი ფორმულირება მგონია. ეს არის რაღაცა სკანდალური თემის აწევის სურვილი ხშირ შემთხვევაში. ადამიანები რაღაც საკითხებზე მიმდინარეობს გამოძიებები, პროკურატურა საკმაოდ კომპეტენტურად უდგება ამ საკითხს, შეიძლება რაღაცა თემები გამოძიების პროცესი რაღაც თემებზე დაიწყება, მაგრამ ფაქტიურად არ დარჩება საკითხი, რომელზეც პასუხი არ გაეცემა. თუ ამ პერიოდში ვიღაცის ბრალეულობა გამოიწვია, რასაკვირველია დაკავებაც იქნება და შესაბამისი პასუხის მომხმარებაც. ბატონ გია, შინაგან არ უკავშირდება არანაირ საგანგებო პოლიტიკას, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებას შეიძლება გააკეთოს. ნორმალური პოლიტიკაა, ნორმალური ხედვა და ნორმალური ხეთმისთვის დამახასიათებელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მოიღო, 2 ტონა და 2 ტონაზე მეტი არის ეს ნარკოტიკი, რომელიც ამოღებულია. დღეს პრემიერმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და მან თქვა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით არის ძალიან მკაცრი. ექსპერტები აკეთებენ განცხადებას, რომ საქართველოს იყო ამ წლების მანძილზე გარკვეული გზა ნარკოტიკისთვის და ეს მაღალი ეშელონების გარეშე, ჩარების გარეშე და სერიოზული მფარველების გარეშე არ მოხდებოდა. უშუალოდ რომ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, ვიცით რომ გამოძიება მიმდინარეობს და რომ შევაფასოთ ეს ფაქტი. რეალურად რასთან ქონდა საქმე? ეს არ არის მარტო ზოგიერთი ექსპერტის საექსპერტო დაშკნა არ არის, საექსპერტო განცხადება არ არის. ეს არის კვლევის შედეგი, რომელსაც ატარებს საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციები, კაეროს სტრუქტურები და მთელი რიგი ქვეყნების მაღალი დონის ექსპერტები მონაწილეობენ კვლევებში. და ისედაც ლოგიკურადაც რო დაუფიქრდე, არ შეიძლება 3 ტონამდე 2 ტონა და 700 კილოგრამია. არ შეიძლება 3 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება უცებ ერთ დღეს ვიღაცამ გადაწყვიტოს და მოდი საქართველოს გავლით გავატარებ. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც აწყობილი სისტემა, აწყობილი სქემა, სადაც საქართველოს მონაწილეობს, როგორც მონაწილეობდა ყოველ შემთხვევაში, როგორც სატრანზიტო ველი აი ამ ნარკოტიკის დასაფარებლად. ეს ფაქტია, სამწუხარო ფაქტია. გამოძიება მიმდინარეობს და რაც მიმდინარეობს გამოძიება. ეს ძალიან რთულია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტი ხარ, ყველაზე ადვილია თქვა, რომ კი, ესე იგი ფარველები ყავდათ და რა. რთულია ითქვას, მაგრამ ძალიან ესეთი აკლებად შესაძლებელია, რომ ფარველობის გარეშე ესეთი რაოდენობის ნარკოტიკი მოძრაობდეს ქვეყნის გავლით. თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამას არ ვამბობ არავითარი პოლიტიკური პლატფორმიდან აბსოლუტურად. მე რომ არა ვთქვა, ნებისმიერი მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაცია დაგეთანხმება, რომ ეს შეუძლებელია. იყოს ტრანზიტი, ამ დონის ტრანზიტი და ხელისუფლებიდან არ ყავდეს ფარველები. ბატონ გია, ბოლოს კითხავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ვიცით რომ მას ჯერ არ მიულოცია დავით ნარმანიასთვის გარდა ნარმანიასთვის გამარჯვება, მაგრამ ვიცით მისი გეგმების შესახებ, ყოველ შემთხვევაში რაც გაცხადდა, რომ GDS-ზე სექტემბრიდან მის talk show-ს ნახავთ.
რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით ბატონგია და როგორ უყურებთ უშუალოდ თქვენ ქართულ ოცნებაში აი ამ საკითხს? ეხლა თვითონ ის ფაქტი რომ აინტერესებს ყველას შეიქმნა უშუალება ვიღაცებმა შეიქმნა დაინტერესების რაღაცა ფონი ისეთი ამის მიმართ და ამ დაინტერესებას ქმნის არა მარტო პოზიტიური დამოკიდებულება რომლებიც გამოხატეს bis მხარდამჭერებმა ეჩებილია დავემატოთ bis მხარდამჭერებს ამ საკითხში არამედ ნეგატიურმაც რომელიც ჩვენმა ოპოზიციამ მივაშკაცა და ძალიან ისე ხმამაღალი განცხადებებით წარუდგინა ქართულ საზოგადოებას ასე რომ ინტერესი საკმაოდ მაღალია მე როგორ თვითონ არა მაქვს არანაირი წარმოდგენა არც მქონია საუბარი რომ რაღაცა უფრო დეტალები გამერკვია მაგრამ ვფიქრობ საინტერესო იქნება თუმცა ნახოთ ეს შეიძლება ინფორმით არ იყოს როგორც უცებ წარმოვიდგინეთ რომ ის წამყვანის ადგილზე ან შეიძლება სხვა ფორმით და სხვა იმეთი ფორმატით მოხდეს ამის გაკეთება ყოველ შემთხვევაში ინტრიგა დიდია ინტერესის დიდია ასე რომ ნახოთ რატომაც არა თუ იცით მისი დამოკიდებულება უშუალოდ ნარმანიას გამარჯვებაზე ბატონგია ოფიციალურად არაფერი არ გაგვიქია და არაოფიციალურად მაინც თუ არის რა ვიცი თუ არ ვწდები და რამდენადაც ვიცნობ ბატონ ბეძინა ივანიშვილს იგი საკმაოდ პრაგმატული პიროვნებაა და როდესაც თქვა ნარმანიას მხარს უჭერდა სწორედ იმას ფიქრობდა რომ ის პროექტები რომელიც თბილისის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული მარჩების განვითარებისთვის არის მობილიზებული იქნება წარმატებული თუ კი მას ავით ნარმანია მარჩობს ამაჩენეთ პირადი დამოკიდებულებები ურთიერთობები ადამიანური ამ საკითხში არა მაქვს ინფორმაცია პროკურატურაში დაკითხვა ძალიან დაბარებლები და იკითხებიან უბრალოდ ამ წუთებში სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები მათში მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები და მათ შორის ტელეკომპანია რუსთავიორის დაცვის უფროსი თუ გაქვთ ინფორმაცია რა საქმესთან არიან ესენი დაკავშირებული და ზოგადად რა შეიძლება ედავებოდნენ სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებს მე ჯერჯერობით არა მაქვს იცით ზუსტი ინფორმაცია არ მინდა ამ თემაზე სპეკულირება მაგრამ უშუალებელი რაოდენობის შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში მე ვფიქრობ რომ პროკურატურის გამოძიების შეკითხვები არ განსხვავდება იმ შეკითხვებისაგან რომელიც საზოგადოებას გააჩნია მათ შორის თანხების ხარჯვაზე მათ შორის მოსასმენი აპარატურის სკანდალზე ბევრი თემაა თითქოს საფინანსო დარღვევებს და გადაცემებს უკავშირდება. მე ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი ფრთხილად იცით როგორი თემაა, საფრთხილოც არაფერია რა, განცხადებები გააკეთო ისეთი ამ წინ გაუსწრო მოვლენებს, მაგრამ აი ამ პასუხის დროს მაგრამ აი შეკითხვები რომელიც პროკურატურას გააჩნდა სააკაშვილთან და რომელიც დასპასეს პროკურატურა აპირებდა თუნდაც სკაიპის მეშვეობით როგორც ბოლოს გამოცხადდა ყველა თემაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით თუ კი არსებობს გადაცდომა ვიც არ უნდა იყოს იქნება ეს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენი ბევრი ქვეყნებში გვახსოვს რომ მოწმედი პრეზიდენტების მიმართ გქონია გამოძიებას პრეტენზიები და ეს დასრულებულა საკმაოდ ისეთი მკაცრი განაჩენით ყველა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება პასუხი მოეთხოვოს და პასუხისმგებაში იქნეს მიცემული თუ კი ის კითხვები და ის ეჭვები გამართლდება რომელიც გააჩნია გამოძიებას როგორი ფორმით მოხდება ამაზე ვერ გეტყვით მადლობა